დღეს გვაქვს კომისიის შემაჯამებელი შეხვედრა და კომისიის მუშაობის შედეგად ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დასკვნა, რომლის საფუძველზე შესწავლილი იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის, ეს არის გახლავთ საკვების პროდუქტების სექტორი, ეგრეთ წოდებული FMCG სექტორი, მედიკამენტების სექტორი და საწვავი და აღნიშნული დასკვნა დაფუძნებული არის რომ ჩამოთვალოთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორებზე. პირველი შეხვედრების ფარგლებში ჩვენ 62 კომპანიას შევხვდით, რომლებიც იყვნენ სექტორში ძირითადი მოთამაშეები, ასევე შევხვდით ასოციაციებს და არაკომისიურ ფარგლებში 82 კომპანიას საოპერაციო ხარჯები შევისწავლეთ მათი ბიზნეს პროცესები, ასევე შევისწავლეთ მათი ფინანსური სტაბილურობა, ეს ერთი ნაწილი იყო. ასევე კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე და ეს მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან თუ არ ვცდები 25 აპრილამდე და ამ პერიოდში მონიტორინგი ხდებოდა ძირითადად საბაზისო პროდუქტებზე, სადაც ჯგუფი აკვირდებოდა ფასებს სხვადასხვა ქსელებში და ფასების აქციელს და საბოლოო ჯამში რომ გავყოთ სამ ეტაპად დასკვნა, პირველი არის ეს საკვებ პროდუქტებზე, მეორე არის მედიკამენტებზე და სათითაოდ რომ შევაჯამოთ და შემდეგ თუ რამე კითხვები გექნებათ მე ერთმანეთში ვიდისკუსიოსთ. საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით ასევე საველე კვლევებთან ერთად მოხდა ანალიტიკური ანალიზი ბაზრის და ბაზრის შესწავლა თუ როგორ ფუნქციონირებს საქართველოში FMCG ბაზარი, რა პირობებში ფუნქციონირებს, რომელ ბაზრებს გავს, ეს დასკვნაში ასახულია და ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს ბაზრის ორი მოდელი არსებობს. ერთი არის გასაშვალოებული მოდელი, რომელიც დაფუძნებულია გასაშვალოებულ ფასზე და პროდუქტის ფასზე და რომელიც მუშაობს ფასდაკლებების გარეშე, ან მცირე ფასდაკლებების და მეორე მოდელი არის ბაზრის, რომელიც მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით. ასეთი ბაზარია დღეს საქართველოში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რაც არის ბაზრის მდგომარეობა FMCG სექტორში. ბაზარი მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით. უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლის დროს გამოვლინდა, რომ მსგავსი ბაზრები არსებობს აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში. ეს არ არის ახალი მოდელი, ეს არის არსებული ორი მოდელიდან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოშია, ამას თავისი გარემოებები აქვს. ხო, ბაზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტის საბაზისო დახლის ფასი, თუმცა პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფასდაკლებებით ხდება მათი რეალიზაცია, ეს არის ბაზრის აქციელი და საშუალო შეწონილი ფასი, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვნად ნაკლები არის, ვიდრე პირველი დახლის ფასი. ეს იყო, როდესაც აღმოჩენები ბაზრის შესწავლასთან დაკავშირებით. შემდეგ გადავედით თვითონ სექტორში ფასწარმოქმნის ჯაჭვზე და მონაწილე კომპანიებზე. აქ არის სამი კომპონენტი, როგორც შეხვედრებში გამოვლინდა, არის მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტერი და ქსელი. სწორედ ამ სამი წერტილის ჯამური კომერციული ურთიერთობები ქმნის საბოლოო სამომხმარებლო ფასს, მათი კომერციული ურთიერთობები და კომერციული ურთიერთობების პრინციპები ქმნის საბოლოო სამომხმარებლო ფასს და ეს აისახება შემდეგ კომერციული საქციელით და სწორედ ჩვენ შემთხვევაში შევისწავლეთ თითოეული წერტილის მნიშვნელოვანი მოთამაშეების ფინანსური და საოპერაციო ხარჯები. განსაკუთრებით რაც გამოვლინდა შესწავლის დროს და ღრმა ანალიზის დროს, აქვე ხას გაუსვამ, რომ ჩვენ არავითარი საფუძველი არ აგვაქვს, რომ აუდიტის დასკვნებს არ ვენდოთ, განსაკუთრებით დიდი ქსელების პირობებში, რომლებსაც დიდი ოთხეული ყავთ, ასე რომ ვთქვათ, აუდიტორი კომპანიები, საერთაშორისო კომპანიები და მათ დასკვნებს ენდობიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, სწორედ მათი აუდიტის ანალიზმა მოგვცა შემდეგი სურათი, რომ დიდი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. ეს რას ნიშნავს?
ქსელების მე ვსაუბრობ დიდ ქსელებზე, აქ არ არის ერთეული ქსელები, რომელიც პრემიუმ ქსელების წარმოადგენენ და ასე რომ ვთქვათ, ეგზოტიკურ ძვირპროდუქციას ყიდიან, რადგან ისინი ბაზრის მცირე მოთამაშეები არიან და ბაზრის წილის 1%-ს ან ნაკლებს ფლობენ. აქ საუბარია ქსელებზე, რომელიც არის მსხვილი მოთამაშეები და მათ აუდიტის ანალიზია საუბარი, რაც სურათმა აჩვენა ჯაჭვში ქსელიდან დაწყებული წარმოებლით და იმპორტიორ დისტრიბუტორთან დამთავრებული ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფას წარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებული ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში ერთიანობაში გახდის უფრო ეფექტურს და საბოლოო ჯამში მოხმარებელი მიიღებს მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს, ვიდრე დღეს არის ეს ბაზარს. ეს არის ბაზრის ძირითადი პრობლემა. და ამ პრობლემა განაპირობებულია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორებით. პირველი ეს განაპირობებულია მისით, რომ სათანადო გამჭვირვალეობა არ არის. და კომერციული ურთიერთობა გაუგებარია, არის სხვადასხვა ტიპის კომერციული ან მარკეტინგული გადასახადები, რომელიც არის გაუმჭვირვალე და ზოგ შემთხვევაში რიგი გადასახადები არის ისეთი, რომელიც არ ექვემდებარება კომერციულ ურთიერთობებს, შესაბამისად ეს ერთი პრობლემა იყო. მეორე არის, რომ გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები და აქ იყო პრობლემა, რომელიც იქნის დამატებით ხარჯებს და დამატებით ზეწოლას ქნის ჯაჭვში მთლიანად და ეს ზეწოლა რაც უფრო ქვემოთ არის სუბიექტი უფრო ძლიერდება და ეს მნიშვნელოვან ფინანსურ წნეხს უქმნის ქვედარგოლში მონაწილე კომპანიებს. მე გულისხმობ, მათ ჭირდებათ უფრო მეტი სამუშაო კაპიტალი, მათ ჭირდებათ უფრო მეტი ფინანსური რესურსი, აღნიშნული ფინანსური რესურსი ძირია და ეს ქმნის დამატებით ხარჯებს. სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამ სექტორში გადახდების სტანდარტიზაცია. საბოლოო ჯამში რომ ჯაჭვში თითოეულ მონაწილემ ზუსტად იცოდეს კონკრეტულ სისტემურ მიმართულებით, როგორ არის გადახდების პროცესი და ეს დარეგულირება და ჩარჩოში მოქცევა აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა დარჩა ისევ გამჭვირვალობის ნაწილში ნაშთების მართვა და აქ ერთი რამე გამოიკვეთა ის რომ არ არის ნაშთების ბრუნის შესაძლებლობა სწორი და კონკრეტულ განსაკუთრებით წარმოებლების ნაწილში ხედველობაში მცირე და საშუალო წარმოებელი მათ არ აქვს სტომა თავიანთი ნაშთების ბრუნვაზე, რაც საშუალებას არ აძლევთ მათ, რომ სწორად დაგეგმონ ბიზნეს პროცესები, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ფაქტორი სხვა ქვეყნებშიც იყო გამოხატული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აუცილებელია სექტორის გაციფრულება და გაციფრულება ნიშნავს, რომ საოპერაციო მოდელი იქნება გამჭვირვალე, გასაგები და თითოეულ კოლს ექნება წვდომა თავიანთი პროდუქტების მოძრაობაზე და ეს არის უაღრესად დიდი პრობლემა, რომელიც დამატებით ხარჯს ქმნის. სამუშაო კაპიტალზე ვისაუბრე, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მიმაჩნია, რომ მცირე და საშუალო წარმოებებს განსაკუთრებული ასე რომ ვთქვათ, მიმართულება დაეთმოს და საჭიროა ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებას სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს ხარდაჭერა მცირე და საშუალო წარმოებლისთვის, რადგან მათ უნდა მიეცეთ ბაზარზე უკეთესი ოპერირების საშუალებას. უფრო მეტსაც გეტყვით, რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმას, რომ მათთვის რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ქსელთან თავიანთი პროდუქციის განთავსება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არის გათვალისწინებული. ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც აუცილებელია. საერთო ჯამში ჩვენ მივდივართ, არსებობს ასეთი არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა, რომელიც არის ევროკავშირის დირექტივა და ამ დირექტივის ფარგლებში არაერთი მსგავსი
ცვლილებები დაინერგა სტრუქტურულად, რომ ურთიერთობები ის ასიმეტრია, რაც არსებობს ბაზარზე, მომთამაშეებს შორის გასწორებული იყო და სავაჭრო ურთიერთობები გახდარიყო, ასე რომ ვთქვათ, სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური და ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ამ დირექტივის ფრაგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში და პარლამენტმა შემდეგ უფრო U-ტიპი დირექტივა არის ცნობილი, ასე არსებული დირექტივა, უნდა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის, ასე რომ ვთქვათ, წარმოებებს იმპორტიორ დისტრიბუტორ ქსელებს შორის ურთიერთობის ჩარჩო. და ეს არის საშუალოვადიანი პერიოდი, აღნიშნული პროცესი, ვფიქრობ, რომ გადაწყობის პროცესი, განსაკუთრებით გადახდების, გასწორების ნაწილში, ამას დაშირდება დაახლოებით, რომ სრულად გადაეწყოს სექტორი, ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ, რომ სექტორი არის ძალიან დიდი. ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს და სისტემური რისკები მნიშვნელობას გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე და ამიტომ აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან თარგეტირებული, ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი და სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ნაწილში უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ამ დოკუმენტის დამუშავება. დოკუმენტის დამუშავებას ალბათ რაღაც პერიოდი დაგჭირდება, ჩვენი რეკომენდაცია ეს არის, თუმცა იმპლემენტაციის პერიოდსაც რაღაც პერიოდი უნდა იყოს, რომ ეს სისტემურად გასწორდეს. ის, რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისის გასწორება საშიშიც არის, იმიტომ რომ სექტორმა შესაძლებელი შოკირებული დარტყმა მიიღოს და დარტყმის შესახებ ჩვენ არ მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემური რისკებთან დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდირებული არ არის. მაგრამ ეს პერიოდი, ჩემის აზრით, შესაძლებელია 6-დან 9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს. ხო, ეხლა ეს არის საშუალოვადიანი სტრატეგია და ასევე რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოყალიბდეს. ჩვენი რეკომენდაცია იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ გაიწეროს გრძელვადიანი სტრატეგია და აქ მნიშვნელოვან ხარჯს მეორე ნაწილი, რომელსაც ქმნის ჩვენი საუბრეთ ერთი ნაწილი, რომელიც იყო სტრუქტურული პრობლემის გასწორება და ეს შევაჯამეთ, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს თვითონ მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობას. და ეს არნიშნავს იმას, რომ მიწოდების ჯაჭვი არის გრძელი და სიგრძისგან გამომდინარე ის თითოეულ გოლში ქმნის დამატებით ხარჯებს. ამიტომ აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება და ეს რას ნიშნავს? მაქსიმალურად დაახლოვება ურთიერთობების მწარმოებელსა და საცალო ქსელებს შორის, რომ არ იყოს შუალედური რგოლები და მეორე მნიშვნელოვანია იმპორტიორსა და მწარმოებელს შორის. აქ ნაწილში განსაკუთრებული როლი ენიჭება ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას. ეს პროცესი დაწყებული არის, თუმცა ეს პროცესი ერთდღიანი არ არის და ეს პროცესი რას გულისხმობს? ეს პროცესი გულისხმობს, რომ უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის რეგიონებისთვის. და რატომ არის მნიშვნელოვანი და რეგიონებში მცირე და საშუალო ზომის წარმოებისთვის, რადგან ასეთი ლოგისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათი მიერ ნაწარმოებრივი პროდუქცია აღნიშნულ ლოგისტიკურ ცენტრებში უფრო მარტივად ჩააბარონ, უფრო კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და შედეგად უკვე ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება მათი დისტრიბუცია, იქნება ეს ქსელები, საცალო მაღაზიები თუ ბაზრობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია გაწერილი დასკვნაში და მიგვაჩნია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც საბოლოო ჯამში სისტემურად 8-დან 9%-ის შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში. ეს არის ძალიან, ასე რომ ვთქვათ, სტრატეგიული მიმართულება და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. კერძო ეტიკეტის ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ურთიერთობები ქსელსა და წარმოებულს შორის იყოს
უფრო აქტიური და კერძო ეტიკეტი ეს რას ნიშნავს, რომ კერძო ეტიკეტის შემთხვევაში ნახეთ ქსელები, რომელსაც დისტრიბუტების ვაჭრობის დიდი რაოდენობის წერტილები აქვს ევროკავშირის ბევრ ქვეყნებში მიმართავენ ასეთ პრაქტიკას, რომ ისინი უკვეთავენ საკუთარი ბრენდის პროდუქტებს, მაგალითად, ვთქვათ, კარაქი ორი ნაბიჯი და წარმოებელს თხოვენ, რომ ასეთი კარაქის სახელწოდებით დამიმზადე, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს წარმოებლისთვის მარკეტინგის ხარჯს, პროდუქტის განვითარების ხარჯს, რადგან ეს ბიზნესის ნაწილია, თუ კი შენ საკუთარ პროდუქტს ავითარებ და ქმნის საკუთარ ბრენდს, ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ეს ხარჯები აღარ არის და კერძო ეტიკეტის პროცესში საშუალებას მივცეთ საშუალო და მცირე მწარმოებლებს განსაკუთრებით, რომ მათ შეძლონ, რომ თავიანთი პროდუქცია აწარმოონ და უკვე ქსელური ბრენდით მიყიდონ ქსელებს და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც მარკეტინგურ ხარჯებს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ასევე გარანტირებულ გაყიდვებს და რეალიზაციის საშუალებას მისცემ მათ, რომ შევადაროთ საქართველოში კერძო ეტიკეტის პრაქტიკა არის დაახლოებით 10% ბაზრის, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს შეადგენს 45-დან 50%-ს და მიგვაჩნია, რომ ამ პრაქტიკით ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეძლო ძირითად საბაზისო პროდუქტებზე ფასების შემცირება და ანალიზი აჩვენებს, რომ ასეთი პრაქტიკა ფასს ამცირებს საშუალოდ 25-დან 30%-მდე და მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარება ამ მიმართულებით წავიდეს და ბოლოს ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გაიწეროს 3-4 წლიანი სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის და ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და აქაც ძირითადი გამოწვევა საშუალო და მცირე ბიზნესს აქვს არა კომერციული მექანიზმები, ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ სამუშაო კაპიტალის სიმცირე და სამუშაო კაპიტალზე წვდომა და ამ მიმართულებით განსაკუთრებით ტარგეტირებულად და წერტილოვნად უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამების კიდევ უფრო ეს კეთდება, მაგრამ ასეთი პროგრამების გააქტიურება, რაც ძელვადიან პერიოდში აქცენტი აქ უნდა დაკეთდეს კაპიტალზე, ასეთი აქცენტი უნდა გაკეთდეს გადამზადებაზე, პერსონალის გადამზადებაზე, იმიტომ რომ ჩვენ შეხვედრებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რომ წარმოებლების დიდ გარკვეულ ნაწილს დეფიციტი აქვს კვალიფიკაციური სპეციალისტების და ამაში უნდა მოხდეს გადამზადების პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ამ ნაწილში, რომ ჩვენი მიზანი არის, რომ ადგილობრივი წარმოება გახდეს კონკურენტუნარიანი. ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ კი ის არ იქნა კონკურენტუნარიანი, ეს საბოლოო ჯამში აზარალებს მომხმარებელს და თუ კი ის კონკურენტუნარიანია, ეფექტურად საოპერაციო ხარჯებს ამცირებს, ის სამუშაო ადგილების გენერატორი არის და მეორე მხრივ წარმატებულად კონკურენციაში შედის იმპორტთან. ხო, პოლიტიკა ვერ იქნება იმპორტის ჩაკეთება, რადგან ის საბოლოო ჯამში გააძვირებს, ასე რომ ვთქვათ, ფასებს ჩვენი მომხმარებლებისთვის და ასეთი აგრესიული ჩარევის რეკომენდაციას ვერ გავცემთ და მესამე მიმართულება ჩვენ შევისწავლეთ მოკლევადიანი ინტერვენციების მექანიზმები, ასევე ეს გულისხმობს, რომ როდესაც ინფლაციური წნეხის პროცესებში პერიოდში კონკრეტულმა ქვეყნებმა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიმართენ და მე მინდა გაგიზიაროთ ესა მათ შორის იყო რუმინეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, საბერძნეთის მოდელი, 4 მოდელი შევისწავლეთ და ეს მოდელი მოკლევადიან პერიოდში ეფუძნებოდა სუბუქ ინტერვენციას და ასე რომ ვთქვათ, აგრესიულ ინტერვენციას, აუცნია ორივეს. აგრესიული ინტერვენცია ხორციელდებოდა, როდესაც მოხდა კონკრეტულ პროდუქტების არჩევა და ეს მოხდა უნგრეთში, აირჩიეს 15 პროდუქტი პირველადად და ასე რომ ვთქვათ, ფასების ზედაზღვარი განსაზღვრეს, რომ კონკრეტული წყალი უნდა ღირდეს თქვათ 1 ლარი და ესაა ზედაზღვარი და ასეთმა მიდგომამ რამ გამოიწვია, რომ გაგიზიაროთ, გამოიწვია შემდეგი დისტორცია და მნიშვნელოვანი რღვევა ბაზრის. პირველი ასორტიმენტი შემცირდა ბაზარზე, მეორე მოცულობები შემცირდა, ასეთ ეგრეთ წოდებული შრინკფლეიშენი წავიდა, რომ 1 ლიტრიანი ბოთლის ფასი თუ ღირდა ლარი, უცებ 9 ლიტრიანი გახდა და შესაბამისად მოცულობების შემცირება გამოიწვია. ასევე
ერთი პროდუქტის გაიაფება გამოიწვია, მაგრამ გაძვირდა სხვა პროდუქტები და ეს ტალღა გადავიდა სხვა პროდუქტებზე და საბოლოო ჯამში შემდეგ მოხდა დამატებითი ინტერვენცია, რომ ზომები განესაზღვრათ და მოცულობები, ამანაც შედეგი ვერ გამოიღო და საბოლოო ჯამში ერთი კონკრეტულ პროდუქტზე დაიჭირეს ფასი, მაგრამ დანარჩენ პროდუქტებზე ფასები გაძვირდა და მომხმარებელი ჯამურად დაზარალდა. მეორე ასეთი აგრესიული ინტერვენციის ნაწილი იყო რუმინეთში განხორციელდა, სადაც მარჟების დონეზე მოხდა ზედაზღვარი განსაზღვრა, ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად იქ ასე მოხდა იმპორტიორზე და დისტრიბუტორზე განსაზღვრეს 20% ზედაზღვარი, იმპორტიორზე ბოდიშით, დისტრიბუტორზე 5% და საცალო ქსელზე 20%, შედეგრობითად მოხდა ბაზრის დისტორსია მნიშვნელოვანი და აქ გამოიკვეთა, რომ მოხდა ხარჯების გაბერვა და რადგანაც თვითღირებულებაზე ემატებოდა გარკვეული პროცენტი, მოხდა თვითღირებულების გაზრდა და იქაც იგივე პრობლემები გამოიხატა, როგორიც იყო მაგალითად ასორტიმენტის შემცირება, დეფიციტის გაჩენა და ფასების ხელოვნური გაბერვა და უფრო მეტი მოკლევადიან პერიოდში რაღაც შედეგი მიიღეს, მაგრამ წელვადიან პერიოდში უფრო მეტი ზარალი მიიღო ეკონომიკამ და მომხმარებელმა, ვიდრე სიკეთე. ასე რომ ვთქვათ, საინტერესო მოდელი იყო საფრანგეთში და საბერძნეთში. აქ მოდელი ეფუძნებოდა ბაზრის საქციელის ელემენტების გამოყენებას. საბერძნეთის მაგალითზე, რომელიც ასევე მუშაობდა high-low მოდელზე, ბაზარი, ასე რომ ვთქვათ, შოკირებული და ღრმა ფასტაკლებებზე. ამ შემთხვევაში საბერძნეთის მთავრობამ თავიანთი სექტორთან ერთად შეიმუშავა ეგრეთ წერტილებული ბერძნული კალათა, სადაც ასევე მოხდა თავიდან 15 პროდუქტის და შემდეგ 30 პროდუქტზე მეტის ამ არსებულ კალათაში ჩასვა და ქსელები თვითონ განსაზღვრავდნენ კონკრეტული პროდუქტის ბრენდის სახეობას, რომელიც საუკეთესო ფასტაკლებებით თავაზობდნენ მოსახლეობას. თავი როგორც აღნიშნეთ, თავიდან აღნიშნულ მოდელში 15 პროდუქტი იყო, თუმცა ეს იმდენად პოპულარული გახდა მოსახლეობაში, რომ ეს 15 პროდუქტი თვითონ ქსელებმა 60 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტად გადააწყვეს და ისინი ქსელები ყოველდღიურად თავაზობდნენ კონკრეტული ბრენდებზე საუკეთესო ფასებს მომხმარებელს და აქ ამ ბიზნესში განსაკუთრებული დიდი როლი უჭირავს მოძრაობას, ყიდველის და იმდენად პოპულარული გახდა მარკეტინგული თვალსაზრისით, რომ ძალიან ცნობილი ბრენდები განსაკუთრებულ ფასში იყო წარმოდგენილი და ეს ყოველკვირეულად იცვლებოდა და როგორც მსუბუქი სახის ინტერვენცია ძალიან წარმატებული იყო საბერძნეთში და ქსელები თვითონ ახორციელებდნენ მარკეტინგულ ფლაიერებს ბეჭდავდნენ, ასე რომ ვთქვათ, საინფორმაციო ბუკლეტებს ბეჭდავდნენ მომხმარებლისთვის, რომ მათ ერახათ, რომ როგორი საუკეთესო ფასები ჰქონდათ. ასევე ბიზნესის პროცესში შეიქმნა სპეციალური, ასე რომ ვთქვათ, პლატფორმა, ციფრული პლატფორმა, რომელზედაც ხდებოდა აღნიშნული საუკეთესო შეთავაზებების განლაგება და იმდენად 2023 წელს დაინერგა და დღესაც მუშაობს და ერთ-ერთი პოპულარული პროგრამა არის საბერძნეთში. საფრანგეთის მოდელს რაც შეეხება, აქ იყო საინტერესო მიგნება, აქ ქსელებმა საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აიღეს ვალდებულება, რომ საუკეთესო შესთავაზებებს ხო დამავიწყდა ამეთქვა, რომ ფრანგულმა კალათამ შედეგის გამოიგო, რომ ფასები საშუალოდ 15%-ით შემცირდა. აღნიშნულ ფრანგული მოდელი კიდევ უფრო, ასე რომ ვთქვათ, მსუბუქი ინტერვენციით იყო განპირობებული, აქ ქსელებმა აიღეს თავის თავზე, ასე რომ ვთქვათ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თვითონ შექმნეს ასე კალათის მსგავსი ასორტიმენტი პროდუქტების, სადღაც საკუთარი კონკურენციის ფარგლებში ასევე დაახლოებით ბერძნული კალათის მსგავსი იყო, მაგრამ აქ სახელმწიფოს მხრიდან არავითარი ჩარევა ან რეკომენდაცია არ ყოფილა და ამ შემთხვევაში სადღაც 8-დან 10%-მდე იყო ინტერვენციის შედეგად მიღებული შედეგი. და ყოველივე, მაგრამ ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები იყო მოკლევადიანი და ეფუძნებოდა მოკლევადიან სტრატეგიას.
ერთადერთი საბერძნეთის შემთხვევაში აღმოჩნდა გრძელვადიანი, რომელიც დღესაც მოქმედებს. სწორედ რეკომენდაციის სახით ასეთი მოდელებიც არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში და საერთო ჯამში დასკვნა ეფუძნება სამ მიმართულებას, რომ შევაჯამოთ. ერთი არის სისტემური გადარქმნა, რომელიც იქნება საშუალოვადიანი პერიოდი, ანუ 6-დან 9 თვემდე და ეს დაფუძნებული იქნება არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე და საუკეთესო პრაქტიკებზე. ჩვენ დასკვნაში აქ სხვადასხვა ქვეყნების მოდელები გვყავს მოყვანილი: ესტონეთი, ლატვია, ლიტვის, ესპანეთის, ჰოლანდიის და ამაზე უფრო დეტალებშია საუბარი, ხო, გადახდის ფორმებზე როგორ უკვე დეტალებია, დასკვნა ეფუძნება ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას, რადგან ეს გაიგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და უფრო დეტალურად იქ უკვე დამუშავდება. გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას, როგორც გითხარით, და დამოკლებას და ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას და მოკლევადიანი ეს არის 4 ქვეყნის გამოცდილება აღებული და თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ, აქედან ჩვენი რეკომენდაცია უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს. ხო, ეს არის რომ შევაჯამოთ ამ ნაწილში, ახლა თუკი რამე დაზუსტება გინდათ, გზადვართ. მადლობა ბატონო შოთა წარმოდგენილი ინფორმაციისათვის. უდავოდ კომისიამ გაწია გარკვეული მუშაობა იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და მართლაც გარკვეულ შემთხვევებში მოსახლეობას ძიმე ტვირთად აწვება გაზრდილი ფასების ტვირთი. თუმცა ფასების დარეგულირების საუკეთესო საშუალება, რაც ზოგადად არსებობს ეკონომიკურ თეორიაში, ბიზნესში თუ ზოგადად რისი პრაქტიკაც არის ჯანსაღი და გამართული კონკურენცია. სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელიც ფასებს დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენციის შექმნისაკენ. ამისათვის, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, იმიტომ რომ ჩვენ დავწმუნდით ჩვენი კომისიის ფარგლებში, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს, რომელიც გამოიხატება ასიმეტრიულ ურთიერთობებში, თუნდაც აი ამ ნაშთების არასამართლიან მართვაში, ბიზნესის რისკების არასამართლიან გადანაწილებაში და ეს რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას სხვადასხვა ხერხებით. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძალიან კარგი მიგნება არის, რომ ამისათვის ჩვენ გამოვიყვენოთ არასამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივა, მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისედაც ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულებას და ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი მთავარი ლაიტმოტივი და მიზანი არის ის, რომ ევროპაში აპრობირებული, ევროკავშირში აპრობირებული ის მიდგომები და ის სამართლებრივი გარემო და ის ინსტიტუციები და ის პრაქტიკები დავნერგოთ საქართველოში, რომელიც საქართველოს გაუადვილებს ევროპის ერთიან ბაზარზე შეღწევას. ამისათვის კი საჭიროებს სწორედაც რომ მსგავსი სისტემები არსებობდეს საქართველოში. სწორედ აი ამისაკენ გადადგმული ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯად მიმაჩნია მე ამ ევროდირექტივის დანერგვა და სტანდარტიზირებული ხელშეკრულებების პრაქტიკის დანერგვა, სადაც აღმოიფხვრება ეს გარკვეული ასიმეტრიულები. ასევე ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი მომენტი იყო საქართველოში კონკურენციის სააგენტოს დაარსება, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა დაემატა უпростоრად მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვისაკენ და სწორედ ჩვენი ევროპული დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იყო და მომხმარებელთა უფლებების დაცვა სხვათა შორის ამ დანერგვას, ამ პრაქტიკის დანერგვას საკმაოდ მძიმე შრომა უძღო და წინ დროში საკმაოდ გაიწელა, წინამოწვევის პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონი. მე მაშინ სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ვიყავი თავმჯდომარის მოადგილედ. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ იმისათვის, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი ასე სამართლებრივ დონეზე დარეგულირებულიყო და იქაც იყო სხვათა შორის მინდა გითხრათ წარმოებლების მხრიდან გარკვეული შიშები და გარკვეული
წუხილები, რომელიც რეალურად პრაქტიკაში სრულიად უსაფუძვლოდ აღმოჩნდა. დღესდღეობით მუშაობს, ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკას გადავხედოთ აი ამ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე მე რატო წარუმძღვარი ამ ხელშემოსავალი ამ მიმართულებას. მე ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ჩვენ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მოვთხოვოთ აი ამ ფუნქციის გაძლიერება, თუ რაიმე საკანონმდებლო ცვლილება არის საჭირო, რომ მან უკეთ აღასრულოს თავის ეს ფუნქცია, იმიტომ რომ მას ისედაც ევალება კონკურენციის კონტროლი ბაზარზე და რაღაცა მიზეზების გამო იგი ამას ვერ ასრულებს, სააგენტომ აქვს ხედულობაში, ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით მას ამის აღსრულების საშუალება და სწორედ მან უნდა გაუწიოს მონიტორინგი სწორედ აი ამ ბაზარს, რომელზეც ჩვენ დავწმუნდით, რომ ნამდვილად არსებობს მონოპოლიური, ანუ საბაზრო ძალაუფლების ბრუტად გამოყენების ცალკეული შემთხვევები. ასევე ვფიქრობ, ძალიან დიდი ნაწილი დაეთმო ჩვენი კომისიის მუშაობის იმ სხვადასხვა გადასახადების შესწავლას, როგორიც არის cashback-ი, თაროს გადასახადი და ასე შემდეგ, და რომელზეც გარკვეული ბიზნეს ოპერატორები მიუთითებენ, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვნად წილად ზრდის ფასს და აი ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა მე ვფიქრობ იქნება კარგი, იმიტომ რომ ეს არის ის ფულადის აღწრების ის მოძრაობა, რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებელს უზრდის ფასს. ბიზნეს ოპერატორები აქ ნაკლებად რჩებიან დაზარალებული. პირველ რიგში მომხმარებელია ის, ვინც იხდის ამ ყველაფრის ფასს. და მესამე მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის ადგილობრივი მცირე და საშუალო მწარმოებლების, სამამულო მწარმოებლების ხელშეწყობა. თქვენ ახსენეთ გარკვეული ხელშეწყობის მექანიზმები მათთვის. თუმცა ეს ხელშეწყობის მექანიზმები, როგორიც არის მათი ბიზნესის დახმარება, კაპიტალიზაციის გაზრდა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ცდება ჩვენი კომისიის მუშაობის ფარგლებს. ჩვენი კომისიის მუშაობის ფარგლებში რეკომენდაცია, რაც შეიძლება ჩემი აზრით იყოს რელევანტური, არის ქსელების მიერ მათთვის უპირატესი პირობების შექმნას, იმიტომ რომ განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში, ხელი შეუწყოთ სწორედ ქსელების მიერ ეროვნული პროდუქტების წარმოებას, იმიტომ რომ იყო გარკვეულწილად წუხილები ამასთან დაკავშირებით, რომ სამამულო მწარმოებლებს უჭირთ. არასამართლია ყოველწული იმის დავაზუსტო, მინდა რომ აგრესიული ინიციატივის გათვალისწინება იქნება. დავასრულებ ერთ წუთით. რომ მე მით უმეტეს პირად მეილზე წერილიც მომწერეს ამ მწარმოებლებმა, როგორ უჭირთ მათ სუპერმარკეტებში შესვლა და როგორ ხდება ხშირად მათი პროდუქციის მიმალვა დახლის სადღაც ნაკლებად ხელსაყრელ ადგილას და მე ვფიქრობ ამ მიმართულებით თუნდაც გამოსაჩენ ადგილას, თუნდაც შესაბამისი წარწერით, რომ ეს არის სამამულო წარმოების პროდუქტი, იქნება მათთვის ხელშეწყობა, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ხელშეწყობა, მათ საწარმოში დასაქმებული პერსონალის ხელშეწყობა, მათი ბიზნესის გაზრდის ხელშეწყობა და საბოლოო ჯამში კონკურენციის გაჯანსაღებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი დაბიჯი, იმიტომ რომ კონკურენციას ყველაზე მეტად აჯანსაღებს, რაც შეიძლება მეტი მწარმოებელი, რაც შეიძლება მეტი ბიზნეს ოპერატორი და რაც შეიძლება მწვავე კონკურენცია მათ შორის. მე გავეცანი დასკვნას ოღონდ ვერ მოვასწარი, კარგად გავცნობოდი, იმიტომ რომ დრო იყო ამისათვის მცირე. აბსოლუტურად, იმიტომ რომ თქვენ რაც ახსენეთ ეს მიდგომები ზოგადად რა თქმა უნდა ვეთანხმები, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნაში მეტი კონკრეტიკა ჩაგვეწერა, მაგრამ აი მაგალითად მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია გარკვეულ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი საბაზრო ძალაუფლება და საბოლოო ჯამში ეს ისევ მიგვიყვანს მონოპოლისტურ მათ მდგომარეობამდე და ეს არანაირად არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. იმიტომ რომ თუ მათი ეტიკეტირება, მათი სახელი, მათი იდენტობა დაიკარგება და ვიღაცა მსხვილი ბიზნეს ოპერატორი გააკონტროლებს ამას, ისევ და ისევ მონოპოლისკენ მივდივართ. მაგრამ ეს მსჯელობის საკითხია, როგორ და რანაირად წარმოგვიდგება და მე სწორად ამიტომ ამბობ, დრო საკმარისი არ იყო ამ დასკვნის კონკრეტული რეკომენდაციების შინაარსის უკეთ გასაგებად.
და ასევე მედიკამენტებთან დაკავშირებით აქ საუბარი იყო რეფერენტულ ფასებზე. ჩვენ გვაქვს ეს რეფერენტული ფასების პრაქტიკა უკვე და თუ არ ვცდებით 11,000 დასახელების მედიკამენტია მოქცეული. თუმცა აი ამ წლების განმავლობაში რაც დაინერგა ეს ფასები გარკვეული გამოწვევები უკვე გამოჩნდა და მე ვფიქრობ ჩვენმა დასკვნამ ეს გარკვეული გამოწვევები უნდა ასახოს და გაასწოროს რაც ამ რეფერენტულმა ფასებმა გამოიწვია. და კიდევ უფრო გაჯანსაღებული მოდელი შევთავაზოთ. ასევე აუცილებლად ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბავშვთა კვების პროდუქტებზე, რომელიც კოსმიური ფასები ღირს და საქართველოში დღევანდელი დემოგრაფიული პრობლემების გათვალისწინებით მით უმეტეს ყველამ კარგად იცის, რომ ეს ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი პრობლემა არ არის და ვერ არის. ძალიან ძიმე პრობლემა, კომპლექსური მიდგომა საჭიროებს, მხოლოდ ფინანსური მექანიზმები ამას არ შველის, მაგრამ ბავშვთა კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ვფიქრობთ, რაიმე უფრო მეტად კონკრეტული, უფრო მეტად ქმედითი და უფრო მეტად ღირებული და მოსახლეობისათვის ხელსაყრელი მიდგომა უნდა შევიმუშაოთ. ის მიდგომა, რომელიც აქ არის გაწერილი, მე გარკვეული კითხვები მაქვს, თუმცა ალბათ ესეც მსჯელობის საკითხია, იმიტომ რომ შეიძლება მე რაღაცა კარგად ვერ გავიგე. ასე რომ ჩემი რეკომენდაცია იქნება პირველ რიგში ეს მოკლედ რაც მოგახსენეთ ერთი შეხედვით, ჩემი ასე ვთქვათ შეხედულებები და ჩვენი გაერთიანებული ხალხის ძალის ჯგუფის სახელით საუბრობ ამ ყველაფერს. ჩვენ რაც მოვასწარით და რაც განვიხილეთ ეს იყო ჩემი რეკომენდაცია იქნება თავი შევიკავოთ ამ ეტაპზე და დღეს ამ დასკვნის მიღებისაგან და კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისათვის რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ კონკრეტული რეკომენდაციები კონკრეტულად რას ნიშნავს რომ შემდეგ უფრო ასე ვთქვათ ინფორმირებულად დაუჭიროთ მხარი ან არ დაუჭიროთ მხარი ამ ყველაფერს. მადლობთ. ხოლოდ მე მოხილვა გავაკეთე საკვე პროდუქტებზე, შემდეგ მედიკამენტებზე კიდევ მაქვს გასაგებია და ხო. წინსწრებით. ხო, კარგი. წინსწრებით მედიკამენტებზეც ასე ვთქვათ თქვის მოსაზრებები, რომელიც ზოგადად არსებობს. გამარჯობათ, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. სანამ მე დასკვნასთან დაკავშირებით დავიწყებდე საუბარს, ვისარგებლებ შემთხვევით დღეს 1 მაისია, შრომელთა საერთაშორისო დღე და მიულოცავ ყველა მშრომელს დღევანდელ დღეს და თუ ვინმე სჭირდება მხარდაჭერა აი ამ კუთხით, რასაც ქვია სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შემცირება, ალბათ ჩვენი მოსახლეობა და მშრომელი ადამიანები არიან და ალბათ დღევანდელი შეხვედრაც სიმბოლური დამთხევა შეიძლება იყოს. ეხლა რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს და დასკვნას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, მთელი 3 თვის განმავლობაში აქ სამუშაო პროცესი კომისიაზე რომ მიდიოდა ძალიან სამწუხაროა რომ ამ პროცესში უშუალოდ აი ამ დოკუმენტის მომზადებაში ჩვენ ჩართული არ ყოფილვართ ალბათ ცალკე სამუშაო ჯგუფი იყო ამასთან დაკავშირებით შეკრებილი და კომისიის წევრები ჯგუფთან ერთად მუშაობდა თუ სხვა არის მიზეზი ამას მე ვერ გეტყვით მაგრამ ერთ სიტყვიო ძალიან სამწუხაროა თუ იყო აქ კომისია განსხვავებული აზრი ოპოზიცია თუ პოზიცია ალბათ დოკუმენტის შედგენის და მუშაობის პერიოდშიც უნდა ყოფილიყო აზრების გაცვლა გაზიარება და შეხედულებების დაფიქსირება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თვითონ დოკუმენტს. საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია 104 გვერდი და გუშინ როდესაც თქვენ გადმოგვიგზავნეთ დოკუმენტი მაქსიმალურად შევეცადეთ რომ დეტალურად გაგვეხილათ, თუმცა პირდაპირ გეტყვით რომ ამის დეტალურ შესწავლას გარკვეული დრო ჭირდება, თუმცა პირველადი მოსაზრებები და შეხედულებები რაც ჩვენ გვაქვს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ შემდეგი. რომ როდესაც საუბარია აქ ფასების შემცირებაზე და საუბარია კონკურენციაზე, პირდაპირ აქ ცალსახად ამბობთ თქვენ დოკუმენტში, რომ საქართველოში საშუალოზე მაღალი კონკურენცია თურმე. და თურმე აქ მარჟები არ არის მაღალი, არის მისაღები ვედრებით არის შედარება ფინეთთან, ნორვეგიასთან და სხვა სახელმწიფოებთან და ასევე არის საუბარი რომ თურმე საცალო ქსელებში არ არის ასე ვთქვათ გადაჭარბებულ მარჟებზე საუბარი. მაშინ როდესაც აქ შეხვედრა რო გქონდა ჩვენ ფერმერებთან, წარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, რა თქმა უნდა ისინი მიუთითებდნენ, რომ ისინი მუშაობენ
მინიმალურ მოგებაზე 3%-ზე, 5%-ზე, 7%-ზე, მაგრამ რეალობა იყო სხვა. როდესაც კონკურენციაზეა საუბარი, ალბათ ამეთანხმებით, რომ ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ის კომპანიები, აქ საუბარია სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებზე, მათ შეძლეს ის, რომ მთელი დედაქალაქის მასშტაბით ეს უბნის ტიპის მაღაზიები გააძევეს ბაზრიდან, სხვადასხვა ფორმებით. მაშინ, როდესაც არის ვამბობთ, რომ არის კონკურენცია, საქართველოში საკმაოდ კარგი და საშუალოზე მაღალი და ამ დროს მეორე მხრივ ხდება ესეთი რამ, რომ ეს გაერთიანებული სასურსათო ქსელები სხვადასხვა ფორმებით მიღებული თუ მიუღებელი ფორმებით აძევებენ მაღაზიებს ბაზრიდან, ეს ალბათ დამეთანხმებით, რომ აქ კონკურენციაზე საუბარი არ არსებობს. აი ამის თქმის უფლებას მაძლევს ასევე კოლეგებო ის, რომ ძალიან ძნელად დასაჯერებელია, როდესაც კომპანიები, რომელსაც გააჩნია მილიარდობით ბრუნვა წელიწადში, გააჩნიათ ათასობით მაღაზიები და ეს ყველაფერი 3, 4, 5, 6 წელიწადში ხდება. თეორიულად ამის მიღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის, მაგრამ როდესაც საუბრობთ და ედრებით ევროპულ მოდელებს და კონკურენციას, იქ ამ ასეთ წარმატების მიღწევაში სჭირდება კომპანიებს თაობები და საკმაოდ დიდი დრო, რომ ესეთ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ როდესაც საქართველოში ეს ყველაფერი ამ გაჭირებულ სახელმწიფოში ხდება სულ რამოდენიმე წელიწადში, რა თქმა უნდა, აგუნებრივია ისმის კითხვა, როგორ ხდება, როგორ აღწევენ ისინი ამ წარმატებას, თუ არა მონოპოლიური უპირატესობა, თუ არა ოლიგარქიული, ოლიგოპოლიური დამოკიდებულება და ასე შემდეგ. დავასრულე ბატონო უბრალოდ არასწორად როგორ არის იცი აი ბაზარი ხო შესწავლა მოხდა ანალიტიკაზე თქვენ ამბობთ რომ გალტენ ტაგარტის კვლევას არენდობით თქვენ ამბობთ რომ TBC კაპიტალის კვლევას არენდობით თქვენ ამბობთ რომ კონკურენციის სააგენტოს კვლევას არენდობით ასე არ შეიძლება მაშინ რაღაცას ხო უნდა ერთი წყარო მომიტანეთ ერთი არა მომისმენთ მოდი რა ვიყოთ დავასრულებ და სამართლიანები რატო ხო მოდი ნუ შეუშვით ხეს არა ეს პოლიტიკური პოპულიზმია არ არის პოპულიზმი არა რატო ნუ შეუშვით ხეს დავასრულებ იძახით რომ ის არ არის კონკურენცია მაშინ წყარო მოიყვანეთ ძალიან გთხოვთ რომელიმე ასეთი როგორ გითხარ აი პატივცემული ინსტიტუტის წყარო მოიტანეთ რომელიც ამბობს რომ საქართველოს FMCG სექტორში არის მონოპოლია წყარო მომიტანეთ არა იმიტომ რომ ვიღაცამ თქვა ეს წყარო არ არის და ისა მოდი რა პროფესიონალურად ვისაუბროთ სექტორზე ვისაუბროთ არა დასკვნაზე დაყრდნობით საუბრობ და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობ რაც რეალურად ჩვენ თითოეული ჩვენგანი საუბარლო ბაზარზე ვხედავთ და დამისახელეთ მაშინ მარტივ კითხვას გეუბნებთ როდესაც თქვენ ამბობთ რომ საქართველოს FMCG სექტორში არ არის კონკურენცია დამისახელეთ წყარო რომელიც ამას ამბობს. როდესაც მე ვამბობ ჩემ დასკვნაში რომ კონკურენცია წყარო რა არის, იცით? კიდე დაგისახელოთ. ყველაზე სანდო წყარო რა არის, იცით? ყველაზე სანდო წყარო მაშინ ბატონიშო ეს არის რეალობა და ფაქტი. რაც ეგ არ არის არგუმენტი. თქვენ უარყოფთ იმას, რომ თქვენი რეალობა ყველამ შეიძლება სხვადასხვანაირად დაგვიდგინოთ. პროფესიონალები დავათავრებინეთ. ნუ არ არის პროფესიონალური თქვენ უარყოფთ იმას, რომ უბნის ტიპის მაღაზიები გააძევეს სამოხარებლო ბაზარიდან კომპანიებმა. უარყოფთ მას. არა უარყოფთ, მაგრამ რომეონები წყარო დამისახელეო. აგერ თითოეული ჩვენგანი ვხედავთ, რომ არც ერთი მაღაზია აღარ არის. თქვენი აღქმებია. ჩემი აღქმები კი არ არის, ეს რეალობაა. მაღაზიები არ არსებობს. კეთი, უყურე, ეს არის, უყურეთ, შეხედეთ. თქვენ უარყოფთ იმას ბატონოშოთა, რომ დღეს საქართველოში წამლის მწარმოებელიც, იმპორტიორიც, რეალიზატორიც, სადაზღვევო კომპანიის წარმოადგენელიც, კლინიკის მეპატრონებიც ერთი და იგივე კომპანიებია. ამიტომ მოდი დავასრულოთ. ნუ შევაკავთ, რომ როდესაც ციფრებზე საუბრობთ, როდესაც მონოპოლიაზე საუბრობთ, როდესაც არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობთ, მოიყვანეთ პროფესიონალური წყაროდან ისა საფუძველი ჩვენი დასკვნა მეტი წყარო რა გაგითხრათ ჩვენი დასკვნა მეტი კონკრეტული ფაქტი რა გაგითხრათ აქ სამჯერ მოვითხოვეთ ჩვენ რომ კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი მოგვეყვანა ხელმძღვანელი რომ ეს ხალხი სასურსათო მიმართულებაც
სამედიცინო მიმართულებაც, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიც, რასაც საუბრობდნენ და ამბობენ, რომ ჩვენ მუშაობთ მინიმალურ მოგებაზე, რომ მოვიდეს ის კაცი და აგვიხსნას რა ხდება რეალურად საქართველოში. სამჯერ დავაყენეთ ეს საკითხი, მე ბოლოს მოგწერეთ და კაცო, ხო გითხეს რომ საკითხი როგორ დგება? საკითხი დგება, უნდა წაიკითხოთ რეგლამენტი. მოითხოვეთ სიტყვა დააყენოთ საკითხი, ეხლება კენჭისყრა. მოითხოვეთ, დავაყენეთ და დამიდასტურეთ და ჩანაწერებს ამოვიღებთ. ჩანაწერი კი არა, როგორ არის პროცედურულად? ეხლა თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ საკითხი, მოიწვიოთ ვინო, შეიძლება დაგეთანხმოთ, შეგიძლია არა. თუ როდესაც გახვალთ გარეთ ჟურნალისტებს შეგიძლიათ უთხრათ რომ არ დაგვეთანხმენ არ მასე არ კეთდება ვიღაცას მიწერეთ ან 2 დღის წინ 2 დღის წინ რაც მიწერეთ დღეს ვთავრდება ხვალ ვთავრდება 3 თვე გადის ამ საქმიანობის შესახებ ნუ ურევთ ერთმანეთში არ ურევ არა უბრალოდ თქვენ თუ გაქვთ რაიმე დასკვნა თქვენ თუ გაქვთ რაიმე დასკვნა წარმოადგინეთ და ვისაუბროთ იმაზე და აი ზოგად თემებზე ნუ საუბრობთ კონკრეტულად რა გაქვთ წარმოადგინეთ რეკომენდაციები და რაც შეეხება ამ დასკვნასთან დაკავშირებით მე ან მოგვაწოდეთ რატო არ მოგვაწოდეთ და ნახავთ და წავიკითხოთ იქნებ მოგწონს კაც რომელი აი ზოგადი ლაპარაკი თქვენი დასკვნა რა გაქვთ წარმოდგენილი მაქვს თუ მაგრამ ამ დოკუმენტს და გვაქვს აბა გვაჩვენე რა მე ჩემს არ მოსვინეთ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ მაგრამ ზოგადად რეკომენდაციები წარმოდგენილი გვაქვს ბატონ შალ ერთმანეთს შევთავაზოთ კომისიას თქვენ როდესაც დასკვნაზე რაიმე ციფრზე გექნებათ კითხვა არსებობს წყარო ეს იქ ციფრები მე მოგონილი არა მაქვს უყურე და კომისიის წევრებმა მიციან ჩვენ არ მოგვიგვინა ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ ეკონომიკის და ყოველ წყაროს აქვს თავის ყოველ ციფრს აქვს თავის წყარო ის წყარო არის საერთაშორისო აღიარებული გავიგე მაგრამ ჩემთვის წყარო ხალხია და ის მოცემულობა რეალური მოცემულობა რასაც ვხედავ თითოეული ჩვენგანი რეალობას რასაც ვაწყობთ გავიგე მაგრამ ხო და დანარჩენი ახლა ინდექსების მიხედვით და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით ბევრ რაღაცას აფასებენ ისინი რა და ის შეფასებებით შესაძლებელია სხვადასხვა ფორმები დამთავრებინეთ რატო არ დამთავრებინეთ დაგამთავრებინეთ უბრალოდ კომენტარი მინდა გავაკეთო იმიტომ რომ გავიგე მაგრამ როდესაც არ დაანუხეხულია განსხვავებული აზრის დაფიქსირება არა ვაზუსტებ რომ გავიგე კალბატონკეთი გავიგე მაგრამ მე რას ვიძახი იცი ყველა ციფრი რომელიც არის დასკვნაში ეუფუძნება პროფესიონალ წყაროს უყურეთ ეს არის პროფესიონალური დოკუმენტი ეს არის როგორ გითხრათ სექტორის შესწავლის დოკუმენტი ეგ თქვენი შეფასებით არა ეგ თქვენი შეფასებით გავიგე მესმის ჩვენ როდესაც ამბობდით რომ Big 4-ის აყვანა გვინდოდა დასკვნა და იმის გაიდლაინის ხო თქვენ რაც გამოაგზავნეთ აი დირექტივის მე მივიღე მნიშვნელოვანი ნაწილი მაგ დასკვნაში არსებობს ხო ამიტომ ერთი თხოვნა მაქვს თქვენ შეგიძლიათ გვაკრიტიკოთ თქვათ ესა თქვენი შეფასებები მაგრამ ყველა ციფრი რომელიც მანდარის დაფუძნებული არის ძალიან სანდო წყაროზე ხო და დაფუძნებული არის აუდიტების დასკვნაზე და ეს აუდიტის დასკვნები არის საერთაშორისო გავიგე წერია შეგნით ეგ ყველა ამიტომ ესა ციფრი არასწორია არ თქვათ ხო და ეხლა დანარჩენი არის თქვენი შეფასება შეაფასეთ მაგრამ აი მე რომელიმე ციფრზე ვთქვი ციფრებზე დავიწყე საუბარი მე ზოგადად კონკურენციაზე საუბრობდი და საშუალო და მაღალი კონკურენცია რო არის იმას არ ვეთანხმებით ხო მაგას ვამბობ და ვხსნი რატომაც არ ვეთანხმებოდი კონკრეტული ფაქტებით და კონკრეტული არგუმენტებით ისევე როგორც აგერ თქვენ თვითონ ახსენეთ რომ სამოხმარებლო ბაზარზე ფასის საერთო ჩამოყალიბება ხდება წარმოებლის იმპორტიორის, დისტრიბუტორის და საბოლოო ჯამში რეალიზატორის კომერციული შეთანხმებებით. აი ეს კომერციული შეთანხმებები, რომელიც დღესდღეობით არსებობს და ჩვენ თვითონ მოვისმინეთ, ხო? ეხლა შეიძლება მითხრათ, რომ ეს კონკურენტულიაო, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებულიაო, მაგრამ ჩვენ თვითონ მოვისმინეთ, აქ ადგილობრივი წარმოებლები რას გამოხატავდნენ, რას ამბობდნენ, რომ რამდენად შეუძლებელია მათთვის ქსელებში შესვლა, როგორ არიან შეზღუდულები, როგორ არ შეუძლიათ მათ რომ ელემენტარულად თავის საკუთარი პროდუქცია შეიტანო, ხო? ესაც არა, მესმის, გავიგე, მაგრამ დამთავრებინეთ რა. ხო და მაგი აღწერილია, ეგ ასიმეტრიაც აღწერილია მაგ დასკვნაში და ეს არ არის კონკურენციის შეზღუდვა, ბაცილო. ეს არ არის არაჯანსაღი მიდგომა, რა თქმა უნდა არის. ისევე როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, როცა საუბრობთ აქ და ერთადერთი გამოსავალი, ძირითადი მთავარი გამოსავალზე საუბარია, რომ თურმე რეფერენტული ფასები უნდა დაწესდეს
და 60-70%-ით გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომელზეც იქნება რეფერენტული ფასები დაწესებული და ეს ყველაფერი გამოიწვევს 40%-ით წამლების გაიაფებას 40%-ით და მაშინ, როდესაც აქ მყოფი ადამიანები კომპანიები მაქვს ხედველობაში ამბობენ, რომ 3-5%-ზე მუშაობთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩდება აქ კითხვა, რომ როგორ ხდება ეს ყველაფერი. გამიგეთ? როგორ არა ესე თქვენს. ძალიან ასევე იმასაც გეტყვით, ბატონო შოთა, ისაც მისასალმებელია, რომ თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ საბრუნავ კაპიტალთან მიმართებაში არის პრობლემა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად საქართველოში არის ძვირი ფული, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამაყი დაპირება, რაც ქართული ოცნების იყო, რომ საქართველოში უნდა იყოს იაფი ფული და ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ დღესდღეობით ეს ამის შესაძლებლობა არ არის. ამიტომ ეს ყველაფერი ერთი მეორეზე აღებული რომ შევაჯამოთ. აქ ამ დასკვნაში მე მესმის, რომ ჯგუფი იყო, ყავდათ დასმული, მუშაობდით, იშრომეთ 107 გვერდიანი დოკუმენტი შექმნით, მაგრამ ეს არ არის ის, რაც რეალურად საქართველოში ფასებს გააიაფებს. თქვენ თუ გჯერათ, რომ ეს დოკუმენტი, ამ დოკუმენტის რეალიზების შემდეგ საქართველოში სამოხმარებლო ბაზარზე ფასები გაიაფდება, მე მაგალითად მაგის არ მჯერა რა. მაგის არ მჯერა და თქვენ თუ გჯერათ ძალიან კარგი, მაგრამ რატომღაც ეჭვმებარება რომ გჯეროდეთ და ნახოთ ამ დოკუმენტის რეალიზებას რომ მოახდენთ თქვენ მაისის თვიდან როგორ დაიწყებს საქართველოს სამოხმარებლო ბაზარზე ფასების კლება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე სასურსათო მიმართულებით. აქ კიდე მთავარი და მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ვიტყვი და დავამთავრებ ამით ჩემს სიტყვას, საქართველოში თუ გვინდა რომ ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია თუ გვინდა შეიქმნას, ვერ შეიქმნება ვერცეთ შემთხვევაში, თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება, არ მოისპო კორუფცია. სხვა შემთხვევაში ეს კომპანიები ამდენს ვერც გაბედავდნენ, ვერც მიაღწევდნენ და არც ჩაიდენდნენ ესეთ არასწორ ქმედებებს და ნაბიჯებს, რასაც ისინი დღეს აკეთებენ და ამას რეალურად მხარს უჭერთ და ზოგიერთი მფარველო თქვენზე არა მაქვს საუბარი რა, თორე ამდენ ხანს ესე ვერ განვითარდებოდნენ ესენი. აი ეს არის ჩვენი მიმართულება და ბოლოს დავამთავრებ იმით, რომ ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რახან გჯერათ ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას წარმატებას გისურვებთ. მე მხოლოდ გამიხარდება, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, თუ ეს ასე მოხდება. მადლობა. ძალიან მოკლედ უბრალოდ არ მინდა შევყვე რა. საქმე იმაშია, რომ ეს დასკვნა არის დადებული შესწავლის საფუძველზე. აქ არის ყველაფერი, რაც ითქვა, გათვალისწინებული, დაწყილებული ადგილობრივი მწარმოებლებით, რომ მათ კონდეთ საშუალება, რომ აუცილებლად მაღაზიებში განათავსონ თავიანთი საქონელი, აქ არის გამჭვირვალობაც, გადახდაც, რაც იყო საუბარი, აქ ყველაფერი წერია. უბრალოდ ეს კანონი არ არის, რომ ჩავწეროთ პუნქტებით, ამ პუნქტით ეს გაკეთდეს, ეს არის რეკომენდაცია მთავრობაზე. მთავრობა მას კიდევ სამინისტროების კუთხით ჩაშლის, გაარკვევენ ყველაფერს, რაც იქნება მთავრობის დადგენილებით, იქნება მიღებული, რაც იქნება კანონის სახით შემოვა ჩვენთან და მივიღებთ ამ კანონებს შემდეგ. ჩვენ გვინდა რეალური და არა ქუჩაში რაღაც გაგონილი ამბების მოყოლა. თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული, მე გამეხარდება პირადად, მეც არაფერი დასამალი არ არის, ყველა ჩვენგანმა მივაწოდეთ კომისიას, რაღაცა გაითვალისწინეს, რაღაცა არ გაითვალისწინეს, თქვენც მოაწოდეთ თუ რაიმე ესეთი იქნება, აი მე არ ვიცი, მაგრამ ბატონო შოთა მგზანა რომ თქვენი გამოგზავნილი რაღაცები გაუთვალისწინებიათ. ძალიან კარგი თუ გაითვალისწინეს და ამიტომ მოდი ამ კუთხით ვისაუბროთ. რაც შეეხება რომ ხარს არ დაუჭერს, ეგ თქვენი ნება, ჩვენ რა შუაში ვართ და გასაკვირის იქნება რომ ოპოზიციამ პოზიციას დაუჭიროს რამეზე მხარი. აი ეს მინდა მეთქვა. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ ბატონო პატა და პატივცემულო კომისიის წევრებო, ჩვენი რეკომენდაციების შეხედულებით მოსაზრებები კომისიას წარმოუდგინეთ. მე დამეთანხმებით ალბათ, ხო ეგრე? ბატონ შოთას გამოუგზავნეთ. ღამით გამომიგზავნეთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით. ღამით არა, შუა დღესაც გამოვაგზავნეთ, ღამით თქვენ გამოგიგზავნეთ. ხო და ღამით რო გამოგიგზავნეთ, აი მნიშვნელოვანი ნაწილები, რაზედაც თქვენ საუბრობთ, დასკვნაში წერია და სწორედ ის, რაზედაც თქვენ საუბრობთ, ურთიერთობების ასიმეტრია ქვია მაგას ჩემენაზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ქსელებსა და წარმოებლებს შორის არათანაბარი ურთიერთობებია და სწორედ არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის დირექტივა
ასწორებს ამ ურთიერთობებს. მაგალითებიც არის დასკვნაში მოტანილი ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთის, საბერძნეთის და ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ აღნიშნულზე დაყრდნობით მთავრობამ საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღოს და სწორედ ის წერია თქვენ რაც გეწერათ. ხო, თქვენ ისიც გეწერათ, რომ ფასდაკლებები არ იყოსო, მაგრამ მაგ რეკომენდაციას ვერ გავითვალისწინებ, იმიტომ რომ ეს ბაზარი ასე მუშაობს. სწორს ბრძანებთ ბატონო შოთა. ესეთი რამე არ წერია. ფასდაკლებები არ იყოს. შეუთანხმებელი და იძულებული არ იყოს, რასაც ქსელები აკეთებენ. აიძულებენ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ წარმოებებს, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასში გააყიდინონ. ამაზე იყო საუბარი. კარგი, გავიგეთ ეგა და არასამართლიანი ვაჭრობის დირექტივა მაგას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მაგის დანერგვას. ეს იქნება კანონი, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული გაწერილი მექანიზმები. ეს არ არის კანონი, ეს არის რეკომენდაციები და ასე დეტალურად აქ ჩაწერას აზრი არ აქვს. დანარჩენი კანონის დონეზე პარლამენტში ვიდისკუსიებთ და სწორად უკვე პუნქტობრივად გავწევთ რას. ხო, მაგრამ სისტემური მიდგომაზეა აქ საუბარი. ეს დასკვნა ეფუძნება სისტემურ მიდგომას. სისტემურ მიდგომას, რომელიც შედეგს მოგცემს საშუალოვადიან პერიოდში რა არის აქ გაუგებარი და იმას რა ქვია, შედეგს მოგცემს გრძელვადიან სტრატეგიის გათვალისწინებით. ხო, და წერია გასაგებად. კარგით, არ მოგცემთ, ხარს არ დაგვიჭერთ თქვენი ნება, ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითოეული ციფრი, თითოეული ანალიტიკული წინადადება, თითოეული შედარება დაფუძნებელია კონკრეტულ კვლევებს, კონკრეტულ ლიტერატურას, კონკრეტულ საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს და ამაში ეწვის შეტანა კონკრეტულად გამორიცხულია, იმიტომ რომ არც ერთი ციფრი არ არის მოგონილი. ხო. ორი სიტყვით მინდა ჯანდაცვის ნაწილზე თქვა და ეხაც სიგურიშით ხო ჯანდაცვის ნაწილზე რეფერენტულ ფასებს რაც შევეხეთ კიდევ ერთხელ ეს სისტემა მრავალფაქტორიანია და კომპლექსურია არსებობს რეფერენტული ფასების მოდელი რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ განისაზღვრება 4 აღმოსავლეთ ევროპის საშუალო ფასებიდან და შემდეგ აღნიშნული ფასიდან ხდება კონკრეტული ასე რომ ვთქვათ ფასნამატის განსაზღვრა ჩვენი შესწავლით აჩვენა რომ იმ მედიკამენტებზე რომლებზედაც ეს რეფერენტი გავრცელდა მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა ფასის ბოლო 2023 წელს დაინერგა ეს და დღის მდგომარეობით და საშუალოდ 40%-ის ფარგლებში მოხდა შემცირება იმ მედიკამენტების რომელიც ამ რეფერენტში შევიდა ეს არის ფაქტი და ამაზე არსებობს კონკრეტული კვლევა და იმის დაყრდნობით ვიძახით ჩვენ და რეკომენდაცია არის რომ ეს რეფერენტი გადიდეს უფრო დიდი რაოდენობის მედიკამენტები მოიცავს და თუ დღეს მოიცავს 7000 იმ რეკომენდაცია არის რომ მოიცავს 11000 ესა რეფერენტმა რაც საშუალებას მიცემს ბაზრის სტრუქტურულად გადაწყობა ფასდაკლება ვერ მოხდება ადმინისტრირებით ფასის შემცირება ხდება სტრუქტურული გადაწყობით ესაა განსხვავება თქვენ მიდგომასა და ჩვენ მიდგომას შორის ასეთ მარტივად თქვა რომ კომპანიას 3% აქვს მოგება და როგორ უნდა შემცირდეს მისი ფასი ხო სტრუქტურული გადაწყობით სისტემური გადაწყობით როდესაც მისი ხარჯები შემცირდება ურე როგორ არის ხარჯების შემცირება იწევს ფასების შემცირებას და აქ არის პრობლემა იმიტომ რომ საოპერაციო მოდელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი სწორად მინდა რომ მოსახლეობამ გაიგოს რომ პრობლემა არის იმ საოპერაციო მოდელში ჯაჭვში რომელიც ქმნის დამატებით ხარჯებს სწორედ ამით გასწორებით არის მიღწევადი ამის გასწორებით მიღწევი სისტემური კორექცია და დასკვნა სწორედ ამას ითვალისწინებს სისტემურ მიდგომას სისტემური მიდგომა ვერ იქნება ერთდღიანი იმიტომ ის სისტემურია მაგრამ სისტემის გასუფთავება სისტემის გამჭირვალობა და დისციპლინა სისტემაში ფინანსური დისციპლინა რაც ნიშნავს გადახდის პირობების განსაზღვრა პროგნოზირებადობა შედეგს მოგცემს იმაში რომ ხარჯები
ეფექტური გახდება წარმოება, ხარჯები შემცირდება და ეს შედეგობრივად აისახება საომხმარ. ამაზე არის საუბარი, თორე სხვა ლოგიკა აქ არ არის, არც ამ დასკვნაში არის სხვა ლოგიკა. მინდა რომ კომისიის წევრებს სწორად ესმოდეს ეს. ეს არ არის პოპულისტური მიდგომა, ეს არის სტანდარტული მიდგომა საქმის მიმართ. სისტემური და ნაბიჯ უნდა შევძლოთ ჩვენ თითოეული სექტორის გარდაქმნა. თუ ამ მიმართულებას თქვენ ხარს უჭერთ და უჭერთ თქოს ხარი თუ არ უჭერთ და საქმე ისაა რომ ადმინისტრირება უნდა დავიწყოთ ფასების და აგრესიულად განსაზღვროთ რა ფასი უნდა ღირდეს, ეს გამოიწვევს კატასტროფას. მე ეს უნდა ვთქვა და გავაჟღერო. და ხო და ნავთობთან და საწვავთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ რომ ყველასთვის გასაგები იყოს გულშინდელმა შეხედ რომ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ფასი დამოკიდებულია პლაცის ფასზე დიდწილად ასე რომ ვთქვათ საერთაშორისო ბაზრის ფასზე და ის განსაზღვრავს მოცულობითად 1 ლიტრს შევიძენთ თუ 100 ფასი მაინც ფიქსირებულია ასე რომ ვთქვათ პლაცის არის და ამას ემატება შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯი საქართველოში. ყოველივე ეს ჩვენ როდესაც გავუშინ ანალიზი გავუწყვეტეთ საწვავს არის მათი მთლიანი ფასის მთლიანი თვითღირებულების გასაყიდი ფასის რომელიც დღეს ბაზარზეა 88-99%. ნახეთ ეს გამოიკვეთა. შემდეგ კომპანიების შეხვედრასთან გამოიკვეთა რომ 8%, 7-8% არის მათი საოპერაციო ხარჯი. რაც გულისხმობს იმას რომ სწორედ ის ლოგისტიკის და დისტრიბუციის ხარჯი, ბენზინგასამართი სადგურების მომსახურება და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ასე იქნება ეს ფასი და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფასის შემცირება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პლაცის ფასის მოძრაობაზე, ხო, მაგრამ დიდი მიღწევა არის ის რომ აღნიშნოთ რომ მიუხედავად ან უმძიმესი კრიზისისა, რომელიც ენერგიის ბაზრებზე არის დღეს, ფასის და ჩვენთან მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე შედარებით აღმოსავლეთ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ეს განსხვავებები მნიშვნელოვანი არის. ამიტომ აქ განსაკუთრებული როლი ითამაშა რეზერვების სწორი მართვა და რეკომენდაციებიც ამ მიმართულებითაა, სხვა ვერ იქნება, როცა საერთაშორისო ფასზე ხარ დამოკიდებული, რეკომენდაცია არის მხოლოდ ის, რომ რეზერვების სწორი მართვა იყოს, თუ შესაძლებელია უფრო მეტი რეზერვი გქონდეს, ეს არის. მეორე არის შიდა ლოგისტიკა, ეგრეთ უფრო გავამარტივოთ, იქნებ მივახციოთ იმას, რომ ეს გავამარტივოთ და სერვისის ნაწილში ქსელება თქვენს რომ ავტომატიზაციის შემთხვევაში კიდევ არის რომ ეს აქაც იგივე მოდელთან ვარ რომ თუმისული რომ საოპერაციო ხარჯები ეგრეთ უფრო ეფექტური გავხადოთ. აი ეს არის საწვავის ნაწილში. ხო, არ ვიცი თუ კიდე რამე კომენტარი გაქვთ. დიახ. მოგესალმებით. ჩვენ სამი თვის წინ შევიკრიბეთ იმის გამო რომ მოსახლეობა წუხდა რომ საომხმარო ფასები იყო ძალიან მაღალი და ხშირ შემთხვევაში ჩვენს ვეთანხმებოდით რომ სხვა ქვეყნებში ფასები ბევრად ნაკლები იყო ვიდრე ჩვენთან. ეხლა მე ვამჩნევ ახლა კამპანიას რომ აბსოლუტურად პირუკო არის და შეინიშნება კამპანია თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია ახლა სამხარო პროდუქტები ვიდრე ჩვენთან. ეს უკვე არასწორია. რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმის გამო რომ ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ, თუ რაღაცაში დავეთანხმოთ, არ დავეთანხმოთ, ფასი ექნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც შედეგზე გავალთ, რაც ყველას გვინდა. ახლა მე ამაში ეჭვი არ მეპარებად, ახლა სამუშაოც რომ ძალიან დიდია ჩატარებული, ეს ფაქტია. ეხლა რაც შეეხება თავად პოზიციას ხალხის ძალისას და მათ შორის რა თქმა უნდა ჩემიც ჩვენ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა პირდაპირ მინდა გითხრათ და კონკრეტული მიზეზის გამო, იმიტომ რომ დოკუმენტი რომელიც საკმაოდ ესეთი მოცულობითია და მართლა დიდი პროფესიონალური შრომაა ჩადებული, ხა ამის არ დანახვა არ შეიძლება. უბრალოდ გუში 9 საათზე მოგეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ახლა ამის სრულფასოვნად გაცნობას, რომ სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეყო. ეხლა აქ ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალები, თუმცა ნაკლებად შევნიშნეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანთ. ეხლა რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ
ხშირად არის ხომ ეს უკვე სპეკულაციის ნაწილია, რომ თითქოს მხოლოდ შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. ახლა ბაზარზე ფასების მატება, რა თქმა უნდა, ამას გარე ფაქტორებიც ემატება და ხა სოფლიო პროცესებიც ამას დიდწილად ხელს უწყობს, მაგრამ ჩვენ შიდა ფაქტორებში უნდა დავზუსტეთ და ასევე სწორი განწყობილება მივიღოთ. ახლა იყო შემთხვევები, როდესაც სამთავრობო გადაწყვეტილებები ზოგიერთ ნაწილში პირიქით ხელს უწყობდა ფასების დას და კარგია რომ ჩვენი არაერთ საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში პრეტენზია და შენიშვნა ნაწილობრივ გაითვალისწინა ხელისუფლებამ და ასეც უნდა იყოს. ეხლა ოპონენტების რეჟიმი ამიტომა საჭირო და ამიტომა სასარგებლო და სარგებლიანად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ ამ დოკუმენტზე ხმე რო შორს არ წავიდე, რატომ გვიჭირს მხარდაჭერა? ამ მცირე დროის გამო ჩვენ ვერ შევძელით ეს სრულფასოვნად აგვეთვისებინა ერთ საღამოში ამის საკითხვა, ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა და საკმაოდ რთული დოკუმენტია და ჭირდება ამას ჩაღრმავება. და უფრო მეტად რაც შევამჩნიეთ, ეს არის გავს უფრო სამეცნიერო ნამუშევარს, რაც ესაც ალბათ საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები იქნას შემუშავებული. ხა 100 გვერდიანი დოკუმენტი მე ვერ ვიტყვი რომ ეს გამოუსადეგარია ან ნაშრომი არ არის, პირიქით აპარატს ძალიან დიდი მადლობა და ვინც მიიღო მონაწილეობა, ჩვენ პირადად არ მიგვიღია ხა კონკრეტიკაში რომ დოკუმენტის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვაფასებ ამას, თუმცა რეკომენდაციები კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. ხა იგივე ფარმაკოლოგიურ სექტორში აი კონკრეტული ითხოვეთ თქვენ და ხა კონკრეტულია და ძალიან მძიმეა, როცა მონოპოლისტურ ვერტიკალს ისევ აქვს ადგილი, ხო? არის წარმოებელი, იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, დამზღვევიც, სადაზღვევო კომპანიაც, კლინიკაც. მოდის ვიხდით და რაღაც ხო დამგზავრებები უღარ რჩება ხა ვერტიკალში. ყოველს ჯვარი წერია, მაგრამ ნუ ეს ნახევრად ხუმრობით. ამიტომ მე ნამდვილად ვაფასებ ამას გულწრფელად. აბსოლუტურ გულწრფელობით, კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ ჭირდება ამას დრო რომ გავეცნოთ და ასევე აუცილებლად საჭიროა რომ უფრო მეტი კონკრეტული რეკომენდაციებიც გაცემული. ჩვენ გთხოვთ, რომ ეხლა მხარს არ უჭერთ, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ ამას საერთოდ მხარს არ დაუჭერთ. შესაძლოა დიდი ალბათობით მხარს დაუჭერთ, მაგრამ მას შემდეგ რაც გავეცნობით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება რაღაცაზე დაფუძნებული და არა იქნება სპეკულაციური, რომ არა ამას მხარს არ დაუჭერთ, ან იქნება გაუაზრებელი, რომ უბრალოდ მხარდაჭერა გამოვაცხადოთ. დიდი მადლობა. მადლობა მოგესალმებით. პირველ რიგში ასევე რა თქმა უნდა მეც დავიწყებ იმით რომ დასკვნა ნამდვილად მაღალ დონეზე არის მომზადებული. ბატონიშოთას ჩართულობაც როგორც კომისიის თავმჯდომარის ამ კომისიის წევრები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ იყო საკმაოდ აქტიური და ეჭვი არავის ეპარება აქ რომ თქვათ მიმართულება იყო ის რომ ფასების რეგულაცია მომხდარიყო, მაგრამ ბევრი რაღაცები შეიცვალა ამ 3 თვის განმავლობაში, მათ შორის ის რომ ჩვენ დავინახეთ, რაც აქ ჩემო კოლეგებმა ჩვენი პოლიტიკური ჯგუფიდან ისაუბრეს, დავინახეთ ის რომ კონკურენცია ნამდვილად არ არის ჯანსაღი საქართველოში. ეს თავიდანვე ვთქვით ჩვენ, მათ შორის დებატებში პირდაპირ უთხარით პრემიერს რომ ეს მხოლოდ შეუძლია ერთადერთ სახელმწიფო უწყებას, რაც დავარქვენთ ამას არსებულს გადავაკეთებთ თუ ახალ შექმნით ეს არ არის მნიშვნელოვანი, რომელიც ჯანსაღად დაარეგულირებს კონკურენციას. ის რომ ფასები ბაზარი არეგულირებს ფასებს ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ბაზარზე ხდება გარკვეული ტიპის მონოპოლია. დასკვნაში რეგულატორის შექმნა წერია. კი, აი აქეთკენ მივდივარ. ანუ რაც დიმიტრი თქვა, აქ რაღაც ჯერეთი ვეთანხმები იმას რომ ძალიან მოკლე პერიოდი იყო. ეს პირველი რაც შეგვიძლია ეს თქვა რომ მოკლე პერიოდი იყო ამის შესწავლის. მინიმუმ 2-3 დღე მაინც რო ყოფილიყო, მინიმუმს ვამბობ, რაღაცა შეიძლება პირველი დასკვნები ყოფილიყო, მაგრამ რაც წავიკითხეთ, არის არავინ ამბობს კიდე მაგი დავიწყე რომ ნაშრომი არის, მაგრამ ნახეთ როგორ არის ეს ხომ არის პარლამენტის დადგენილებით უნდა მივიღოთ ჩვენ. როგორ არა უნდა გავიტანოთ ხა პარლამენტი ამას მიიღებს თუ არ მიიღებს პარლამენტი, ეხა ეს მეორე საკითხია, მაგრამ შესაბამისად პარლამენტმა კონკრეტიკა თუ არ უთხრა ამასვე ხელისუფლებას, თუ არ უთხრა ეს არ არის საგამოძიებო დოკუმენტი. ბატონშოთა ასო ნახეთ შესწავლის ეს აქტი თვითონ დასკვნა, აქტი ხომ არის პარლამენტის მიერ მიღებული. შესაბამისად, ეხა ამ პარლამენტის აქტით თუ კონკრეტულად არ უთხარით მთავრობას,
საქმე უწყებო დაწესებულებებს ან ნებისმიერს ვიმეორებ ზოგადი ხასიათის მიგნებები აქ რაც მოვასწარით სწორია რაც მიგნებებია მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ძალიან ძნელია შემდგომ ჩვენ როგორც პარლამენტარებმა გავაკონტროლოთ მთავრობის რომელიმე კონკრეტული უწყება და მოვთხოვოთ რომ აი ეს სეგმენტი გააკეთე თუ არ გააკეთე გამიგეთ ასო ამიტომ კონკრეტიკა ნაკლებად დავინახეთ აი ამ მიმართულებით რაც ზოგადად თქვენ გიწერიათ რომ ეს უნდა ჯანსაღი კონკურენცია უნდა არეგულიროს სააგენტო ну ის როგორ მოხდება ახლა ეს უკვე დეტალებია მაგრამ ვიმეორებ კონკრეტიკა არ ჩანს და მარტივი ასე ვთქვათ გვერდასავლელია ამ შემთხვევაში იგივე ამოსვები ხელისუფლებისთვის რომ რამე არ გააკეთოს აი ეს ჩვენი პოზიცია ეს არის რომ რეალურად ის ფასების რეგულირება რასაც ხალხი ელოდება მოლოდინი იყოს იმ დოკუმენტისგან რასაც პარლამენტი აი ჩვენ მივიღებთ ახლა ამ შემთხვევაში კომისია ანუ მოლოდი ნახეთ რას ვამბობთ მოლოდინს უნდა აჩენდეს ეს დოკუმენტი რომ ფასების რეგულირება მოხდება ორი სიტყვით თუ შეიძლება ბატონო თავმჯდომარე აბსოლუტურად მესმის მე ჩემი კოლეგების პოზიცია, მაგრამ იმ მოკლე ხანში ამ ხელდასამუშაო რომელიც ჩატარდა და კომისიის ის მიზანი, რომ კვლევა გაგვეკეთებინა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენ გქონდა თავიდანვე მიზნად დასახული. ყველა ის მიმართულება ეს იქნებოდა ჯანდაცვის მიმართულება, ნავთობპროდუქტების და რა თქმა უნდა სასურსათო პროდუქტების ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ ერთად მოვისმინეთ ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ სხვადასხვა მოსაზრებები გქონდა მაგრამ ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებით რომ ამ სფეროს ჭირდება რეგულაცია ბატონ გურამ თქვენ როგორც აღნიშნეთ ამ დასკვნაში ზუსტად ეს რეკომენდაცია დევს და ვფიქრობ ეს პირველი ნაბიჯია რომლითაც დღეს შეგვიძლია ამ გადმოსახედიდან რეალურად დავიწყოთ მუშაობა, რომ შეიქმნას მაკონტროლებელი ორგანო ან ეს ფუნქცია მიენიჭოს რომელიმე ინსტიტუტს. ეს იქნება ნებისმიერ მიმართულებით თავარი არის, რომ მარეგულირებელი არსებობდეს ამ სფეროში, ჩვენ დავწმუნდით, რომ ამ სფეროს თავისუფლებამ მიცა იმ პატარა შეცდომებების დაგროვების შედეგად მივედით ამ რეალობამდე. ამიტომ მარეგულირებელი კომისია იქნება ეს თუ ანტიმონოპოლიური სამსახური, მისი საქმე და ამოცანაც ის იქნება, რომ უფრო სიღრმისეულად, უფრო არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღოს ის რეგულაციები, რომელიც არ დაარღვევს არც ბიზნესის მხარეს, რომ არ ჩამოგვეგრეს ესეთი უმნიშვნელოვანესი სფერო, ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამავდროულად ამ რეგულაციებში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი სოციალური მიმართულება. ჩვენი ის რეალობა, რა რეალობას დღეს გვაქვს. მე ამ გადმოსახედიდან ამ ეტაპზე ამ დასკვნას მხარს უჭერ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში ზუსტად ეს არის გათვალისწინებული, რომ შეიქმნას მარეგულირებელი კომისია. მე მქონდა კიდე ერთი პოზიცია, რაც მედიკამენტების მიმართულებას ეხებოდა, რომ აქ რეგულაცია და ბატონმა დიმიტრიმ ხაზგასმით თქვა და ხაზი გაუსვა იმ რეალობას, რომ ყველა სფეროში ერთი და იგივე კომპანიები მოქმედებენ და ჩვენ ეს დავინახეთ. რა თქმა უნდა, ამასაც სჭირდება რეგულაცია და ჩემი გადმოსახედით ამის საუკეთესო დარეგულირების გზა იქნება სახელმწიფო ქარხნის, პატარა სახელმწიფო ქარხნის არსებობა. ეს ამ დასკვნაში რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ეს ზუსტად იმ მარეგულირებელი კომისიის ან ორგანოს გადასაწყვეტი იქნება, რომელიც ამეთი იქნება უფრო სიღრმისეულად დაკავებული. ეს მინდოდა მეთქვა, მადლობა. მადლობა ბატონო ილია, მინდა შევაჯამო ისისა თქვენი მოსაზრებები გასაგებია და რომ გუშინ გვიან გამოგიგზავნეთ, მაგრამ ყოველივე ის რაც თქვენი მოსაზრებები არის, აგრიშნული დასკვნა ითვალისწინებს
სტრატეგიულ მიმართულებებს. ეს ყველაფერი შემდეგ უნდა გაიწეროს კონკრეტული ნაბიჯების ნაწილში. ბატონმა პრემიერმაც თქვა, რომ რეკომენდაციების შემდეგ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას აღმასრულებელი ხელისუფლება დადებს აღნიშნულ სამოქმედო, რომელსაც დაჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები და სწორედ ეს დეტალები ისე პარლამენტში დაბრუნდება, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ იქნება რეგულატორი, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს ამ რეგულატორებს, ისიც ჩვენი განსახილველი იქნება და იქ მოხდება უფრო კონკრეტიზაცია ამ პროცესის. ამ ეტაპზე მე კენჭისყრის კოლეგებო კენჭისყრაზე ვაყენებთ და რაც შეეხება ვერტიკალურ ინტეგრაციას, იმასაც ვიტყვით, ეს უკვე სხვა თემაა, ამას ცალკე კომისია ჭირდება და ალბათ ის ცალკე კომისიის ფარგლებში უნდა შეისწავლოს ხმათ იქ რა არის შესასწავლი, რამდენად რა არის დადებითი მხარეები, რა არის უარყოფითი მხარეები მედიკამენტების ნაწილში. გთხოვთ კოლეგებო კენჭისყრაზე დავაყენოთ, ვინ არის მომხრე რომ ეს და აღნიშნული დასკვნა მივიღოთ, აღნიშნული რობები უმრავლესობა ვართ. ვინ შეიკავა თავი? წინააღმდეგი? თქვენ წინააღმდეგი ბრძანდებით? თქვენ წინააღმდეგი ბრძანდებით? კარგით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას ჩართულობისთვის კიდევ ერთხელ და გაწეული შრომისთვის. წარმატებებს გისურვებთ.